საღამო მშვიდობის. მოგესალმებით ყველას. სამშაბათი ხომ არ არის შემთხვევი? დადგა სამშაბათი საღამო, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ბილეთები ხელში უნდა გქონდეთ უკვე თუ იყიდეთ. თუ იყიდეთ, ხო ძალიან კარგი, იმიტომ რომ შესანიშნავი თანხები გვაქვს გასათამაშებელი. კი, შესანიშნავ თანხაზე პირველ რიგში გვახსენდება რა, თუ არა ჩვენი ჯეკპოტი, რომელიც შეგვიძლია რომ ორ ხმაში გავაჟღეროთ 667,361 ლარი. კი ბატონო, ასე გამოიყურება დღევანდელი ჩვენი საპრიზო ფონდი, რომელიც საკმაოდ მიმზიდველია და მეორე საპრიზო კატეგორია ზურა, მოდი შენ გააჟღერე. 317,000 ლარს გასცდა უკვე. ძალიან დიდი თანხა მოგვიგროვდა სხვათა შორის მეორე საპრიზო კატეგორიაშიც და სხვა შორის მესამე საპრიზო კატეგორიაზე არ გავგვითამაშებია. მოკლედ შანსები იმისა, რომ დღეს თქვენ გახდეთ ამ თანხების მფლობელი არის დიდი. ხმა მართალია დამჯდარი მაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ვიყვირებდი სიხარულისგან გამოწვეული, რომელსაც მოგვანიჭებს გათამაშება დღევანდელი ჯეკპოტის ან მეორე კატეგორიის ან ორივე ერთად. კი, სრულადად დაკარგავდი სიამოვნებით. ხო, წამოდი, იმედია ეს ასე იქნება. აბა, იოგებს გაუფრთხილდი, მჭირდება ისინი. 3, 2, 1. აბა, წავედით, ავახმაურეთ ჩვენი ლოტოტრონი და ვნახოთ დღევანდელი კომბინაცია იქნება თუ არა თქვენთვის სასურველი. ძალიან დიდი იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. ამის და დავიწყოთ რითი. წამოვიდა 39, შემოგვიერთდა ყვითელი და კვასკვასა. გახსნა მაღალმა ციფრმა რიცხვმა დღევანდელი თამაში და ვნახოთ ისევ ყვითელი წამოგვეწია ამასობაში 16 გახლავთ მეორე მომგებიანი ბურთი. და ველოდებით მესამე მომგებიან ბურთს. ისევ ყვითელი, კი, ისევ ყვითელი, რა საინტერესოა. 38. ნახე. აბა, სულ ყვითელი დაჭდება შენი აზრით, როგორ ფიქრობ? რა მგონია? აი, წითელმა დაარღვია ყვითლების იდილია. კი ბატონო, არ ვიცი ვისთვის დაარღვია, ვისთვის სასურველი იყო ეს ციფრი, მაგრამ ამას მოგვიანებით გავიგებთ. 1 გახლავთ მეოთხე მომგებიანი ბურთი და მეხუთეც ადგილზეა. 1 გახლავთ მეოთხე მომგებიანი ბურთი და 4 გახლავთ მეხუთე. კი ბატონო, და მეექვსეც სამიანი ამ შემთხვევაში ფაქტობრივად ჩვენ ძირითადი 6-ეული უკვე ვიცით, დაგვრჩა ბონუსი და უკვე ნელ-ნელა შედეგებისკენ ნომერი 18 გახლავთ ბონუს ციფრი, აბა ვნახოთ ახლა გადავიმეოროთ კიდევ ერთხელ 39, 16, 38, 1, 4, 3 და 18 გახლავთ ბონუს ციფრი, აბა მეგობრებო, იმედია რომ მანდის ამბავია, რაც ჩვენ გაგვახარებს და შემდეგ ჩვენს გვექნება აქ იგივე ამბავი, მაგრამ ამ ამბამდე მისასვლელად საჭიროა რა. ერთი ამბავია კიდევ მნიშვნელოვანი, რომელიც არავითარ შემთხვევაში სამშაბათობით და პარასკევობით არ უნდა დაგავიწყდეთ ხოლმე და აი მერე უკვე იმ პირველ ამბავს ეს გრანდიოზული ამბები მოყვება ხოლმე, რასაც უკვე ჯეკპოტის გაიმოხდეს ის ამბავი რა ამბავსაც ველოდებით. კარგი, პირველი ამბავი უკავშირდება რას თუ არა ბილეთების შეძენას. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა გადადგათ ხოლმე კვირაში ორჯერ და შეიძინოთ ბილეთები. ბილეთების შესაძენად შეგიძლიათ რომ სხვა გზებს და საშუალებებს მიმართოთ. პირველი ეს გახლავთ დაიწყე. პირველი ეს გახლავთ ლოტო.G. მეორე ეს გახლავთ დიდი სავაჭრო მოლები, სადაც მდებარეობს სერვის ცენტრები და მესამე ეს გახლავთ ელექტრონული საშუალება, შეგბრძანდეთ შეგიძლიათ. არა, ეს თქვით ლოტოში ხურები არ გვესხავს. ბოდიში, ჩემბრალია, კარგი, ლოტოში ხურები არავითარ შემთხვევაში ნამდვილად არ უნდა დაგვავიწყოს, იმიტომ რომ იმოფანტულია, ესე იგი საქართველოს მასშტაბით სხვა ლოკაციაზე და კი ბატონო, უნდა მიბრძანდეთ და შეიძინოთ, მაგრამ ჯერჯერობით ცოულია გარეთ, ვიღაცას შეიძლება ეზარება სახლის პირობებში, კომფორტულ გარემოში, სითბოში, სიმყუდროში შეგიძლიათ აეხმაროთ შეგბრძანდეთ და შეგვიძლია მივიდეთ მოვიდეთ. ეს დედაქალაქში და აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთში არაფერი ისეთი. მოკლედ გვაქვს შედეგები. არ გიტოვოთ ბილეთები, უნდა შეიძინოთ. აი ისიც შედეგები. აბა შედეგები ბატონო ეკრანზე. მეოთხე კატეგორია გავათამაშეთ. ერთმა ადამიანმა მოიგო 1323 ლარი. ერთმა ადამიანმა მოიგო კი ბატონო, ასე ნამდვილად. მეოთხე კატეგორიებში ყავს ბევრი გამარჯვებული კლავინდებურად, თუმცა დარჩენილია მესამე, მეორე, პირველი და კიდევ უფრო გაიზრდება ეს ყოველივე. მესამე კატეგორია იცით რომ ძალიან მარტივად თამაშდება ხოლმე, შესაბამისად მომდევნო გათამაშებისთვის კიდევ უფრო გაზრდილი სახით მარტივად 20,000 ლარია მესამე საპრიზო კატეგორიაში სხვათა შორის. ნახოთ როგორ განვითარდება უკვე პარასკევს მოვლენები, სწორედ პარასკევამდე გემშვიდობებით და მალე შევხვდებით ერთმანეთს აუცილებლად. აბა იღბალი თქვენ წარმატებული. საღამო.